სამედიცინო დახმარება. საქართველოს ეკონომიკის არამდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით სასტუმრო ქორთიართ მარიუთში Google-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც თბილისის Google-ის ტექნოლოგიის მომხმარებელთა ჯგუფი დაარსდა. კონფერენციას ახალგაზრდა პროგრამისტები, ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები, IT კომპანიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი დღეისათვის 93 ქვეყანას აერთიანებს და ყოველწლიურად 1000-ზე მეტ ღონისძიებას მართავს. ურთიერთობა კომპანიებთან უკვე წელიწადში ჩვენ გვინდა რომ მსგავსი ცენტრები არა მხოლოდ თბილისში ვითარდებოდეს, არამედ გაჩნდეს ქუთაისში, გაჩნდეს ბათუმში და სხვა რეგიონებში საქართველოს, სადაც უკვე ეს მოხდება ამ ნიჭიერი ახალგაზრდების გაერთიანება, რათა მათ ამაღლონ თავისი კომპეტენცია, ამაღლონ თავისი უნარები და ცოდნა IT-ის მიმართულებით. ეს ჯგუფი არ არსებობდა, იმიტომ რომ 95 ქვეყანაში იყო და საქართველოში არ იყო. გამოსვლება ამიერკავკასიაში, სომხეთს და აზერბაიჯანს აქვს, იმიტომ რომ 2 წლში შეიქმნა ეგ G2-გები. ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ იდეაში წესით გამაერთიანებელი უნდა გავხდეთ ამიერკავკასიის ცენტრი ამ მხრივ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოკონკურსი, ახლა დაშენებული შენობები და მიმდინარე მშენებლობები, საქართველოს ქალაქები და ქუჩები